ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო 7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე თავისუფალია. დე-ფაქტო რეჟიმებთან მიღწეული შეთანხმებით პატიმრების გაცვლა დღეს ენგურის ხიდთან მოხდა. ოფიციალურმა თბილისმა სანაცვლოდ ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებულ მთავრობას 4 გათავისუფლებული პირი გადასცა. ცნობილია პატიმრების ვინაობაც. დეტალებით ნიკა მოლოდინაშვილი. რურვა მალხაზი. შონია მანუჩარი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქართული მხარისთვის პატიმრების გადმოცემას დღეს პირადად დაესწრო. დღეს მოხდა უნიკალური 3 წერტილიდან ერთდროულად ერგნეთიდან ენგურზე, ანუ 3 მხრიდან მოხდა პატიმრების განთავისუფლება, გრძელვადიანი პატიმრების განთავისუფლებისას ჰქონდათ მრავალწლიანი მიჟილი. პატიმრების გაცვლა გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან ეგრეთ წოდებულ პირობით საზღვარზე მოხდა. 13 პატიმრიდან 8 საშილს სოხუმის ციხეში, ხოლო 5 ცხინვალის იზოლატორში იხდიდა. მე ძიელ სოხუმში ვიყავი წელიწადი და 2 თვე და მე განდაში გადამიყვანე. უაზოს ველოდებოდი, უაზოდან იწყებოდა შემე. არა, არ ველოდებოდი. რამდენი წელი ქონდათ მისი? 12 წელი? 4 მოვიხადე. პატიმრების დიდი ნაწილი საშილს სოხუმის და ცხინვალის იზოლატორებში ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა. მათი სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. დღეს გათავისუფლებულების უმრავლესობამ საპყრობილეში საშუალოდ 7 წელი გაატარა. მე სოხუმში ვიჯექი ციხეში 7,5 წელი ვიყავი პატიმრობაში. 2 წელი დარჩენილი მქონდა. ტერორიზმის და ჯაშუშობის ბრალდებით ვიხდიდი სასჯელს. ნორმალურად მექცეოდნენ, ვერაფერზე დავიწუწუნებ. ქართულმა მხარემ ოკუპირებული ტერიტორიის პირობით საზღვარზე გათავისუფლებული 13 პატიმრის სანაცვლოდ აფხაზურ და ოსურ მხარეს 4 მსჯავრდებული გადასცა. სახელმწიფო მინისტრი აფხაზურ მხარეს არსებული ნდობისთვის მადლობას უხდის. იმაზე წარმატებული ვიდრე ველოდი, თუმცა ძალიან დიდხანს ჰქონდა მოლაპარაკებები, მაინც ის თვიდან მიდიოდეს მოლაპარაკებები. ეს მეტყველებს უაღრესად დიდ ნდობაზე მხარეებს შორის, ეს ნიშნავს იმ რესურსებზე, რომ გაგვაჩინე კონფლიქტის მოგონების მმართველობა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლის ეს პირველი შემთხვევა. წინა წლებში მხოლოდ ტყვეთა გაცვლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.